მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ხართ გადაცემის სტუმარი. თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ რა შუაშია ამ კვლევასთან ეროვნული ბანკი, რატომ ჩაატარა მსგავსი ტიპის კვლევა და ასეთი სახის კვლევებს ატარებს თუ არა ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. სექტორული კვლევების პრაქტიკაზე მოგახსენებთ ორი სიტყვით, ანუ ეს არის უკვე მეხუთე დოკუმენტი, რომელიც გამოსცა ეროვნულმა ბანკმა. ერთგვარი პრაქტიკა დამკვიდრდა უკვე სექტორული კვლევების ჩატარების ეროვნულ ბანკში, თავდაპირველად იყო სასტუმროების სექტორი, შემდგომ განხორციელდა უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორი 2022 წლის ბოლოს, 23 წელს როცა აქტუალური იყო უძრავი ქონებაზე ფასების ზრდის საკითხი, შემდგომ იყო ენერგეტიკა და სამშენებლო მასალები, სარემონტო მასალები. ამჟამადაც კოლეგები მუშაობენ უკვე სხვა სექტორის კვლევებზე და რატომ არის მნიშვნელოვანი და რა მიზნით კეთდება? ვინ არის მთავარი ადრესატი ახლა ამ კვლევების? ესე იგი, აღნიშნული კვლევების ძირითადი მიზანი არის ერთი მხრივ, რომ ჩვენ როგორც რეგულატორმა დროულად დავაიდენტიფიციროთ კონკრეტულ სექტორში გაზრდილი რისკები და თუ ჩვენი მხრიდან რაიმე ქმედება არის საჭირო დროულად მოვახდინოთ რეაგირება და ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი არის ფინანსური სტაბილურობა და ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის საკრედიტო პორტფოლიო, რომელიც გაცემულია კომერციულ ბანკებს, იყოს მაღალი ხარისხის და ამაში გვეხმარება სწორედ აღნიშნული ტიპის კვლევები, რომ ჩვენ უკვე ვიცოდეთ თითოეულ სექტორში რა ტიპის რისკები არის, რა ტიპის ტენდენციები არის და მარტივად ვახდენთ ჩვენი შესაძლებლობის და ზოგადად საკრედიტო. ანუ თავარი სამიზნე ამ კვლევის არის ბანკები, მაგრამ აქ მე როდესაც გადავხედე ამ კვლევას, ძალიან ბევრი საინტერესო დეტალია, ეს არ შეიძლება რომ მხოლოდ მაგალითად ბანკებისთვის იყოს საინტერესო. ვინც არის დაინტერესებული ამ სფეროთი, ალბათ მათთვისაც იქნება საინტერესო. დავიწყოთ თავიდან. აქ არ არის ამ კვლევაში, რომელიც ეროვნული ბანკის ვებგვერდზე დევს და საჯაროა ყველასთვის, ასევე არის მიმოხილვა გლობალურ ბაზრებზე რა ხდება. ბოლო 2 წლის განმავლობაში რა ხდებოდა გლობალურ ბაზრებზე, რა ტენდენცია გამოიკვეთა და ამ ჭრილში სად არის საქართველო? მოგახსენებთ, პირველ რიგში იმ საკითხს დავუბრუნდები, რომ ნამდვილად ეს კვლევა არ არის მარტო ეროვნული ბანკისთვის და კომერციული ბანკებისთვის და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს, რომ აღნიშნულ სექტორში დაგეგმოს თავისი საქმიანობა, ნამდვილად ვფიქრობთ, რომ გამოადგება დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია. რაც შეეხება გლობალურ ბაზრებს და საქართველოში მიმდინარე ტენდენციებს. გლობალურ ბაზრებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ჯამში საკმაოდ საინტერესო ტრენდი იყო, ანუ ღვინის მოხმარების კუთხით ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე როგორც მოხმარების, ასევე წარმოების ნაწილში შეინიშნება გარკვეულწილად შემცირება, როცა ჩავეძიეთ შემცირების მიზეზებს, რამდენიმე ტიპის მიზეზი შეიძლება გამოყოთ, თუმცა ერთ-ერთი საინტერესო მაგალითი იყო, რომ ჩინეთის შემთხვევაში მაგალითად ჩინეთი 17 მილიონ ჰექტოლიტრს მოიხმარდა და ამჟამად უკვე 7 მილიონ ბოლო მონაცემებით 7 მილიონამდე არის ჩამოსული. ანუ ჩინეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი შემცირება იყო. სხვა მხრივ, სხვა ბაზრებზე, ისეთ ტრადიციულ ბაზრებზე, როგორც არის საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, აღნიშნულ ბაზრებზე სტაბილურობა. ჩვენ ნაწილში, რო ვთქვათ, ხო, საქართველოს ნაწილში ბოლო წლების განმავლობაში სექტორში შეინიშნება მნიშვნელოვანი ზრდა, როგორც ექსპორტის ნაწილში, ასევე ვენახების ფართობის გაშენების კუთხით, მაგალითად 10 წლის წინ თუ იყო 40,000 ჰექტარი, საქართველოში ახლა არის დაახლოებით 59,000 ჰექტრამდე და ვენახების ფართობის ზრდა დიდწილად შეუწყო ხელი სახელმწიფო მხრიდან სხვადასხვა ტიპის პროგრამებმა. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო დაზღვევის ნაწილი, რომელიც მოგახსენებათ, რომ აგროდაზღვევის პროგრამა რაც იყო 50-50 იყო თანადაფინანსება და ბოლოს შეიცვალა და პირიქით გაიზარდა 70% უკვე სახელმწიფო ფინანსებს და აღნიშნულმაც განაპირობა სექტორში რომ უფრო მეტი ფართობის დაზღვევა მოხდა. და ხო, წარმოების კუთხითაც ხო, თქვენ თქვით, რომ გლობალურ ბაზრებზე მოთხოვნა მცირდება, თუმცა საქართველოს შემთხვევაში პირიქით იზრდება. ეს ერთმანეთთან როგორ ახსნით ამ ფაქტს? საინტერესო საყურებლო ფაქტი არის, მოდი ასე ვიტყოდით, სიღრმისეულად რომ ჩავეძიოთ მიზეზები შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ როგორც ვახსენე, მაგალითად ჩინეთის შემთხვევა იყო ერთ-ერთი, სადაც იყო შემცირება, სხვა ტრადიციულ ბაზრებზე მსგავსი შემცირება არ ყოფილა. როგორც მოვიკვლიეთ, ხო, ანუ და რა ინფორმაციაც მოვიძიეთ უშუალოდ ღვინის სექტორში ჩართული ადამიანებისგან, შეიძლება მოთხოვნა გავყოთ, ასე ვთქვათ, შემცირდა მოთხოვნა უფრო დაბალი ხარისხის ღვინოზე და უფრო მეტად წამოიწია წინ მაღალი ხარისხის ღვინოებმა, კი.
თუ შეიძლება თქვათ, რომ ღვინოები მაგალითად სხვა ალკოჰოლურმა სასმელმა ჩაანაცვლა სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით. ესე იგი არცეობს ეგეთი მოსაზრებაც, რომ ზოგადად კულტურა შეიცვალა, ანუ ახალი თაობის ღვინის მის კულტურა და ის იმ ქვეყნებში, ეს თქვათ, ახალი თაობა სხვა სასმელზე გადაერთო და უფრო ნაკლებად არის ეს თქვათ ღვინის მიმართ მოთხოვნა და ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი განმაპირობებელი, რომ ჯამურად მოთხოვნა შემცირდა. ანუ გარდა ამისა, ხა ბოლო პერიოდში მოხსენებთ, რომ კოვიდის თემა იყო და კოვიდის პერიოდში ერთ-ერთი მიზეზი იყო ის გამოც შემცირდა. და ანუ რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ამან გამოიწვია სხვადასხვა მიწოდების არხების შეცვლა, დისტრიბუციის ხარჯების ზრდა, რაც გადაითარგმნა საბოლოოდ ფასების ზრდაში და ნუ გაზრდილი ფასიც სწორედ ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ მოთხოვნის შემცირება განაპირობა. აქ საინტერესო ციფრია კიდევ ამ კვლევაში ალკოჰოლური სასმელების სექტორის პორტფელი 1.4 მილიარდი ლარი. საიდანაც დაახლოებით 50% არის ლარში. აი თუ შეიძლება რომ უფრო მეტი გითხრათ ამასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის სესხია გაცემული ამ სფეროში და აქ ინვესტიცია შედის თუ ეს მხოლოდ საბანკო პორტფელია? ესე იგი, კვლევის განმავლობაში, კვლევის საწყის ეტაპზე ჩვენ ბანკებისგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ მათ მიერ რა მოცულობის სესხები იყო გაცემული აღნიშნულ სექტორზე. პერიოდი დავაკონკრეტოთ. დიახ, 1.4 მილიარდი ეს არის სესხების ნაშთი 2024 წლის დეკემბრის ბოლოდან წლის ბოლო მდგომარეობით რა მოცულობის პორტფელი ფიქსირდებოდა თითქმის 2 წელი აღნიშნულ სექტორზე. 2024 წლის ბოლოდან 3 თვის წინ რა მონაცემი იყო ამაზე ლაპარაკი. ეს არის ნარჩენი აღირებულება სწორედ პორტფელის. ხო, პორტფელთან დაკავშირებით შეგვიძლია გავაგრძელოთ, ანუ სხვადასხვა მეტრიკები არის მოცემული კვლევაში, თუ იმის დაინტერესებთ. მაგალითად, ყველა საყურადღებო რა. თქვენ ახსენეთ, რომ აი პორტფელის ნახევარი არის ლარში ნომინირებული. შესაბამისად მეორე ნახევარი ვალუტაში. და შემდგომ ეს სტატისტიკა გავაგრძელებთ და ჩავღრმავდით, აღმოჩნდა, რომ პრობლემური სესხების დიდი ნაწილი უფრო ვალუტის სესხებზე მოდის, ანუ ვალუტაში აღებული სესხები უფრო მეტად რისკიანი აღმოჩნდა, ვიდრე ლარში გაცემული სესხები. აღნიშნულია ჩვენი სტატისტიკა. ნუ ინტერესული შეიძლება თქვა თუ დავუშვათ. ანუ პრობლემური რამდენია აქედან დავუშვათ. საერთო სურათს როგორ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ამართლებს თუ არა ამ ბიზნესში ჩადებული ფული თუ არა, ასე შეიძლება კითხვა დავსვათ. გეტყვით, მე გეტყვით რასაც ჩვენებს ეს თქვათ პორტფელის მონაცემები, ანუ 2000 როცა კვლევა ჩავატარეთ იმ პორტფელის მდგომარეობით დაახლოებით 82% იყო ეგრეთ წოდებული პირველი კატეგორიის სესხები, ანუ კარგი ხარისხის პორტფელი. რამდენი პროცენტი უკაცრავ? 82%. 18% აღმოჩნდა, რომ არის მეორე და მესამე კატეგორიის, რაც ითვლება შეიძლება მაღალ რისკად. ანუ ჩვენ რა შევადარეთ ეს ჯამურად ბიზნეს პორტფელის რისკიანობას, ბიზნეს პორტფელის რისკიანობასთან შედარებით არის უფრო მაღალი მოცემულ სექტორში. მე თავში აღვნიშნე, რომ ზოგადად ეკონომიკამ და განსაკუთრებით აღნიშნულ სექტორმა საკმაოდ ტურბულენტური ტურბულენტური პერიოდი გამოიარა. ეს იყო კოვიდიდან დაწყებული, შემდგომ ამას მოყვა უკვე ომი რეგიონში და მოგეხსენებათ, რომ ახლა რუსეთიც და უკრაინაც ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო ბაზრები არის ქართული ღვინისთვის და ამ ყველაფერმა ჯამში განაპირობა ის, რომ ამ გლობალურმა ვითარებამ, რომ გარკვეული კლიენტების შემთხვევაში შეიქმნა პრობლემები, რამაც გამოიწვია თქვათ პორტფელის ხარისხის ბოლო პერიოდში შედარებით გავარესება. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სექტორის ექსპორტი იზრდება, ზოგადად განხილვის ხო, მაგრამ საერთო სურათში ამან როგორც ჩანს გავლენა დიდად ვერ მოახდინა, იმიტომ რომ ექსპორტი მზარდია და ყველაზე დიდი მაჩვენებელი ციფრებში როგორც არის გამოხატული, რომ 2024 წელს იყო ყველაზე მაღალი ექსპორტის მაჩვენებელი საქართველოში. ექსპორტის მაჩვენებელზე ვთქვათ, ხო, ექსპორტის კუთხით 2024 წელი ყველაზე დიდი იყო, ეს 276 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა საქართველოსთან, რაც 126 მილიონი ბოთლი იყო. და ზოგადად ნაკუთხით, როგორც თქვით, ესე იგი დადებითი ტენდენციები აღინიშნებოდა სექტორში, რომ სექტორი იზრდება, ვენახების ფართობიც იზრდება, ექსპორტის მოცულობაც იზრდება, რაც თავისთავად კარგია. თუმცა სესხებულების დონეზე გარკვეული სესხების შემთხვევაში პრობლემები აღინიშნებოდა, რამაც განაპირობა ის შედეგი პორტფელის დონეზე, რაც მოგახსენებთ. ამ კვლევაში თუ მოხდა ბაზრების შესწავლა, რატო გეკითხებით, იცი საინტერესოა აი ფასები. აი როგორია მაგალითად ქართული ღვინის საექსპორტო ფასები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, როგორია ევროპაში, ამერიკაში, სად უფრო მაღალია და აი ამ ფასების რა სურათს ქმნის ეს მოცემულობა? კი ბატონო, საინტერესო კითხვა, მადლობა.
რაც შეეხება ფასების ნაწილს, ექსპორტის თემა რო გავშალოთ, ანუ ჩვენი ექსპორტის უდიდესი ნაწილი დაახლოებით 80% მოდის პოსტსაბჭოთა სივრცეზე, მათ შორის 66% არის რუსეთის ბაზარზე. ამას რატომ ყვები ახლა? აღნიშნულ ბაზრებზე გატანილი ღვინის ფასი 1 ლიტრის უფრო დაბალია, ვიდრე იგივე ევროკავშირში და შტატებში გატანილი ღვინის. ერთ და იგივე ღვინოზეა ამ შემთხვევაში საუბარი? ხარისხობრივად ერთ და იგივე, ანუ საშუალოდ რა ვიყოთ ასე ვთქვათ. რაღაცა X კომპანიას, რომელსაც გააქვს დაუშვათ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რამდენი სიხდის, ამერიკაში და ჩინეთში, აი მარტივად გასაგები რა იყოს. ხო, ანუ რაც მახსოვს, ხო, ანუ ამერიკას შემთხვევაში ეს იყო $6 იყო 1 ლიტრი ღვინის ფასი, რაც გადიოდა საქართველოდან, ხოლო რუსეთის შემთხვევაში ეს იყო 2.7. ანუ და გამომდინარე იქიდან რომ უდიდეს წილებში გადის, საშუალოდ საქართველოდან ექსპორტირებული 1 ლიტრი ღვინის ფასი გამოდიოდა დაახლოებით $2.9. ჩინეთში? ჩინეთის მონაცემი ესე კონკრეტულად არ მახსოვს, რომ მოგეთხოვოთ ეს კვლევაში. ანუ ევროპაში არის 4 და 6 დოლარი, დიახ. და რუსეთში, კერა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 2.5-დან 3.5 კი ბატონო, რუსეთში იყო კონკრეტულად 2.7 და ზოგადად 2.5-დან 3.1 იყო პოსტსაბჭოთა სივრცეზე მთლიანად. და საშუალოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საექსპორტო ფასი მსოფლიო ბაზრებზე კონკურენტული არის თუ არა ქართული? კი ბატონო, ჩვენ რა ნაწილიც მოვიკვლიეთ, ასე ვთქვათ, ნახეთ უცხო სხვა ქვეყნების მიერ იმპორტირებული ღვინის ფასები და რომ შევადარებთ ქართული ღვინის ფასებს, უმეტეს შემთხვევაში საქართველოსთან ექსპორტირებული ღვინის ფასი იქაური ბაზრისთვის აღმოჩნდა რომ ან ნაკლებია, ან ტოლი, ანუ კონკურენტუნარიანია, ასე ვთქვათ. ფასების ნაწილში კონკურენტუნარიობას ვინარჩუნებთ. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპაში დაუშვათ ქართული ღვინო კონკურენციას უწევს ევროპულ ღვინოებს? კონკრეტული ქვეყნების მიხედვით გვაქვს მოცემული, სადაც შეგვიძლია ვნახოთ ჩვენი ფასი რამდენი არის და იქაური ღვინის ფასი რამდენი არის რა. ანუ ფრანგულ და იტალურ ბაზრებზე ჩვენი ღვინის კონკურენცია უფრო მძაფრია და იქ შეღწევადება რთულია. თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შედარებით კონკურენტული ფასით. თუ არის კვლევა ამასთან დაკავშირებით, რომ სად იყიდება, რომელ სეგმენტისთვის არის განკუთვნილი, არა მარტო ქართული ღვინო, გულისხმობ აქ სხვა ალკოჰოლურ სასმელებსაც. ხო, სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე ჩვენ არ შევხვდებით და მაგრამ მოიცავს კი ბატონო. რომელ სასმელებს გულისხმობთ ამ სხვა ალკოჰოლურ სასმელებში გარდა ღვინისა კიდევ რისი კვლევა? კვლევის ესე კვლევა მოიცავდა ღვინოს ბრენდს, საბრენდო სპირტს და ლუდს. ну ძირითადი ნაწილი ბუნებრივია იყო მართლა ღვინოზე, იმიტომ რომ ინფორმაციულადაც უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვება არის შესაძლებელი ღვინის ნაწილში და უფრო მეტი ეს საკრედიტო პორტფელიო ღვინოზე იყო და მაგიტომ უფრო მეტი ინტერესის სამოსახლო საკუთრება იყო. თუმცა კვლევაში განხილული არის ლუდის სექტორიც და განხილული არის ასევე ბრენდის და საბრენდო სპირტის, როგორც ვახსენეთ. პრობლემები და მახასიათებლები, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ერთ და იგივე აქვს საბრენდო სპირტს და ბრენდს და ღვინოს, ანუ იქაც დავუშვათ გასაღების ბაზრები იგივეა, რაც მეტწილად სტრუქტურა იგივეა, რაც ღვინის შემთხვევაში, ანუ ჭარბობს, ასე ვთქვათ, პოსტსაბჭოთა სივრცეზე გაყიდული წილი დიდი არის ექსპორტში. საბრენდო სპირტში ბოლო წლებში შეინიშნება საკმაოდ დიდი ზრდა, ანუ წინა წელს ძალიან დიდი ზრდა იყო, დაახლოებით 541 მილიონი იყო ექსპორტირებული თანხა, თუ ზერბამ გამოტოს. საბრენდო სპირტი ეს კომერციულია თუ სახელმწიფოს მიერ შესყიდული? არა, ეს არის თუ ასე არ არის. არა, ანუ ეს არის საბრენდო სპირტი არის იდეაში ის ასე ვთქვათ, მასალა, რისგანაც საბოლოოდ შეიქმნება საბოლოო პროდუქტი და საკმაოდ აქტიურად იყიდება ექსპორტზე. და ლუდის ნაწილს მინდოდა მეთქვათ, ახლა ასე ლუდის ნაწილზე საინტერესო იყო ის, რომ ლუდის წარმოება საქართველოში საკმაოდ მასშტაბურია და ექსპორტ-იმპორტი აქ უფრო ნაკლებია, ანუ ექსპორტი იყო დაახლოებით $7 მილიონი და იმპორტი იყო $17 მილიონი და ადგილობრივი წარმოება იყო დაახლოებით $362 მილიონი, რაც საკმაოდ ისეთია მასშტაბში საკმაოდ დიდი სხვაობა არის ადგილობრივ წარმოებასა და ექსპორტ-იმპორტ შორის. ანუ უფრო მეტი შემოდის, ვიდრე ჩვენ ვაწარმოებთ? ანუ იდეაში რასაც ვაწარმოებთ, სტატისტიკა ამას გვეუბნება, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია უზრუნველყოფს მეტწილად ადგილობრივ მოხმარებას. ანუ ექსპორტზე არ გადის. და თუმცა არ არის საკმარისი და იმპორტით ხდება? იმპორტით გარკვეულწილად ხდება დაბალანსება ისეთი ქვეყნებიდან, როგორც ლუდთან ასოცირდება, ხო, გერმანია, ჩეხეთი, ბელგია და მსგავსი. და მაინც თქვენ ჩამოთვალეთ ღვინო, საბრენდო სპირტი, ბრენდი და ლუდი.
აი კვლევამ რა აჩვენა? ყველაზე მოთხოვნადი ექსპორტიდან ამ 4-ეულიდან რომელია? ღვინო თუ? ჩვენი ესე იგი ჯამურად რო შევხედოთ არა მარტო ბოლო წლით, ხო? ანუ ჯამურად ექსპორტის ნაწილში რა თქმა უნდა ღვინო არის ერთ-ერთი ლიდერი პროდუქტი, რომელიც სტაბილურად გადის მოკლედ საექსპორტო ბაზრებზე. თუმცა ბოლო წლების დინამიკა მაჩვენა, რომ საბრენდო სპირტი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. და კიდევ ერთი სუბსიდირების თემა. აქ კვლევაში არის საუბარი იმაზე, რომ გარკვეული პროცენტულად აი რო გითხრათ წლის განმავლობაში დაახლოებით რა ნაწილია სუბსიდირებული და თუ გლობალურ ბაზრებზე შეისწავლეთ, აი რო შევადაროთ. სუბსიდირების ნაწილზე გეტყვით, ესე იგი, ზოგადად ვიტყვი, რომ თველი 2024 წლის საკმაოდ ბარაქიანი გამოდგა, ანუ 320,000 ტონა იყო ჯამურად მოყვანილი ყურძენი 2024 წელს, გადამუშავებული ყურძენიც რეკორდული იყო. რაც შეეხება სუბსიდირების ნაწილს, შავ ღვინოზე, წითელ ყურძენზე ბოდიში და თეთრ ყურძენზე განსხვავებული მიდგომა იყო. ბოლო წლების განმავლობაში წითელ ყურძენზე სუბსიდირება აღარ იყო, თუმცა 2024 წელს საფერავზე მაინც აღდგა, ასე ვთქვათ. სუბსიდირების პრინციპი იყო შემდეგი, რომ 2024 წლისთვის ქაწითელზე იყო მინიმალური ფასი 1 ლარი და წითელ საფერავზე იყო ლარ ნახევარი. ანუ ეს იყო მინიმალური ფასი, რომლის ქვევითაც უკვე სახელმწიფო უზრუნველყოფდა, რომ ამის ქვეით არ მოხდარიყო ყურძნის ჩაბარება. სხვა ქვეყნების ნაწილში ხო სხვა ქვეყნების სუბსიდირების პრაქტიკა კვლევის ფარგლებში არ იყო დაფარული და მაგაზე დეტალებს ვერ მოგახსენებთ. ხო, ანუ სუბსიდირების ნაწილში, ანუ გამოდის, რომ 2024 წელს უფრო გაზრდილი იყო ეს. 2024 წელს ხო, როგორც გითხარით, იგი წითელ საფერავზე კონკრეტულად წინაწლებში არ იყო და 2024-ში აღდგა და ნუ კაცთელზე სამნათლოდ პრინციპი შეიცვალა უბრალოდ, ანუ ფასები დადგინდა, რის ქვევითაც უკვე სახელმწიფო უზრუნველყოფდა ჩაბარებას, ანუ ლარი იყო კაცთელზე და ლარნახევარი საფერავზე. და მთავარი მიგნებები, ხა ჩვენ ზოგადად ვისაუბრეთ, მაგრამ ამ კვლევას ბოლოში ახლავს მთავარი მიგნებები, რაც ალბათ შეიძლება იყოს ყურადსაღები, ვინც იწყებს ბიზნესს და იგივე დავუშვათ, როდესაც ბანკი კრედიტს გასცემს. თუ შეგვიძლია რომ უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ მთავარ მიგნებებზე, რაც დაიწერა და ანუ რა არის მთავარი, ანუ რა აჩვენა ამ კვლევა? კი ბატონო, ძირითადად იმის შეუძლია უნდა დაუბრუნდე იმ ნაწილში, რომ დივერსიფიკაცია ზოგადად ღვინის ნაწილში, ანუ საექსპორტო ბაზრებზე ერთ-ერთი პრობლემაა და ამ ნაწილში ერთ-ერთი გამოწვევა არის, რომ ერთ კონკრეტულ ბაზარზე ვართ დამოკიდებული და ამ ნაწილში უკეთესი იქნება, რომ ზოგადად ახალ ბაზრები იქნას მოძიებული და ერთ კონკრეტული რუსეთს გულისხმობთ. გულისხმობთ რუსეთს კი ბატონო და ბოლო წლებში ზოგადად დამოკიდებულება უფრო გაზრდილი აღნიშნულ ბაზარზე. და როგორც თქვი 66% იყო ჯამური ექსპორტის კონკრეტულად რუსეთის ბაზარზე მიმართული. და ციფრები გვიჩვენებს, რომ სხვა ბაზრები, ხო, ეხლა რუსეთის ბაზარი, რუსეთის იმპორტი, მოდი ასე ვთქვათ, იყო 900 მილიონი, და 900 მილიონიდან დაახლოებით 19% იყო ქართული. და სხვა ბაზრებს თუ შევხედავთ, ხო, ეხლა ჩინეთის ბაზარი ბოლო პერიოდში შემცირდა, ანუ 1.6 იყო ჩინეთი. ანუ ერთი წუთით, ანუ თქვენ ამბობთ, რომ ასე იგი რუსეთში ღვინის მოხმარების 100%-იანი ბაზრიდან 20%, 19% იყო საქართველო? მოხმარებას არა, ვიტყოდი იმპორტს. ანუ რუსებმა რაც იყიდეს, საკმაოდ მაღალია კი. ანუ ჩვენთვის ჩვენი ექსპორტის 66% რუსეთში, მაგრამ იმათი თვალით თუ შევხედავთ, ანუ იმითვისაც კი, ხო. 20% დაახლოებით 19% არის ჩვენი წილი მოკლედ და სხვა ბაზრებს თუ შევხედავთ, აი ევროკავშირის ბაზრებზე ჩვენი წილი რამდენია? ევროკავშირის ბაზრებზე, გააჩნია ქვეყნების მიხედვით, ზოგან შეიძლება 3% იყოს, ზოგან უფრო ნაკლები და ანუ მე გეტყვით მაგალითად აი ეს შედარება რომ მიხვდეთ დაახლოებით ხო გერმანიის ბაზარი პირობითად ბაზარი არა, გერმანიის იმპორტი იყო 2.7 მილიარდი 2024 წელს. მაშინ როცა ჩინეთის იყო 1.6 და 900 მილიონი იყო რუსეთის. და მოცულობა რო შევადაროთ თავშად ხო რამ ხელა იმპორტი აქვს გერმანიას და რამ ხელა აქვს რუსეთს. ამერიკის მაგალითად მზარდი არის ბოლო წლებში და 7 მილიარდი იყო იმპორტი. 7 მილიარდიან იმპორტში ჩვენი წილი იყო დაახლოებით 0.11%. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მზარდი დინამიკა არის და 10 წლის წინ იყო 0.02 და იმასთან შედარებით მნიშვნელოვნად და არის, თუმცა ჯამურად დასაკვირველია პროცენტულად თუ შევხედოთ ძალიან
მცირეა. შესაძლებლობები საკმაოდ დიდია და მაგ კუთხით შეიძლება ჩვენი მეგობრებისთვის საინტერესო იყოს, რომ ახალბაზრები შეიძლება მოცულობაში უფრო დიდი იყოს და იქ რაღაც პატარა წილის დაკავება უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე არსებულ სტანდარტულ ბაზრებზე. ანუ რუსეთის შემდეგ მეორე ბაზარი რომელია? ასე პროცენტული გერმანია? არა, გერმანია ესე არ იყო, ანუ როგორც მახსოვს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იყო კონკრეტულ ისგან თავშევიდა. კონსტიტუცია პოლონეთი და ბოლო პერიოდში გაიზარდა პოლონეთში მის მოხმარება. ხო, ეს ერთ-ერთი მთავარი, ანუ დივერსიფიკაცია. უკრაინაში დიდი ბაზარი იყო ბოლოს წლებში, მეთქოთ შემცირება ახასიათებს და ანუ გასაგები მიზეზების გამო. ეს ერთი მთავარი გამოწვევა არის ეს, რომ ბაზრების დივერსიფიცირება შემდეგ. ძირითადი პრინციპში ალბათ აი ეს იყო ისეთი ყველაზე თვალშისაცემი, იგივე პრობლემა ჰქონდათ ბრენდსა და საბრენდო სპირტს და ეგეც უნდა ვთქვათ ალბათ, რომ იმ ბაზარზეც ანალოგიური სტრუქტურა არის ექსპორტის და მაგ ნაწილშიც უკეთესი იქნება თუ გაიშლება, ასე ვთქვათ, და დივერსიფიცირება მოხდება საექსპორტო ბაზრების. ეს ალბათ ყველაზე თვალშისაცემი ეგ იყო, ანუ გარდა მაგისა, ჩვენ ვთქვით, რომ პორტფელიოში შეინიშნებოდა გარკვეული გაუარესებები, ხო? 18% იყო, ასე ვთქვათ. ეს ბევრია თუ ცოტაა ფინანსურ თვალსაზრისით? დაახლოებით წარმოვიდგინოთ, ესე იგი 90%-ზე საშუალოდ შეხედოთ 90%-ზე მეტი არის პირველ კატეგორიაში. და ამათ შემთხვევაში, ანუ ალკოჰოლის სექტორში იყო დაახლოებით 82%. შესაბამისად, ბევრია. ანუ რისკიანი ბიზნესია თავისთავად. კი, ბოლო პერიოდიდან გამომდინარე ესეთი სურათი მივიღეთ. პრობლემა არის ის, რომ თუ შეიძლება ეს თუ არის ამ კვლევაში, ანუ ეს თანხის აღება ბანკებიდან, სესხების აღება ხდება ვენახების განშენებისთვის, თუ უკვე გამზადებული ბიზნესი, ანუ როგორ არის ეს, აქვს თუ არის ესე კლასიფიცირება, დაუშვათ რისთვის იღებენ ფულს, ანუ როგორ აკეთებენ ამ ბიზნესს? ესე იგი მაგაზე მოახსენეთ, ანუ მსგავსი ტიპის კლასიფიცირება ესე ჩაშლად არ გვაქვს, თუმცა გამომდინარე იმ პრაქტიკიდან და ჩვენასაც ვაგვირდებით და ჩვენი დაკვირვებიდან გამომდინარე და ეს დაკვირვება არ არის ცოტა, საკმაოდ ბევრი კლიენტთან გვაქვს შეხება. უმეტესად თანხები მიმართება, ანუ პორტფელის დიდი ნაწილი არის კონცენტრირებული, ანუ ერთი მსხვილი კლიენტისზე შეიძლება მიდიოდეს პორტფელის დიდი წილი. ანუ ჩვენ თუ ლაპარაკობთ ამ 1.4 მილიარდიან პორტფელზე, ამ 1.4 მილიარდიდან მაგალითად პირველ კლიენტზე, ტოპ 1 კლიენტზე მოდის 10%. ანუ უფრო მსხვილ ბიზნესია, ბიზნესია ლაპარაკი, კი ბატონო, ტოპ 10 კლიენტი რო ავიღოთ, ახლა 38% არის ჯამური პორტფელის. ხო, ანუ მსხვილი ბიზნესი არის უფრო ვიდრე მცირე და ანუ დაუშვათ იგივე საოჯახო მარნების განვითარება, აი მცირე ბიზნესს გულისხმობ, აი ესეთი კლასიფიცირება თუ მოახდინა ამ კვლევამ. ჩვენ გვაქვს ჩაშლილი კონკრეტულად სეგმენტების მიხედვით, მაგალითად მსხვილ ბიზნესს რამდენი წილი აქვს, მცირე და საშუალოს რამდენი წილი აქვს და მიკრო სეგმენტს რამდენი წილი. აი 38 თქვენ მსხვილი შემდეგ. ანუ 38 იყო ტოპ 10 კლიენტის კვლევა, იყო თქვენ ტოპ 10 მსესხებელი, იჭერს ასე ვთქვათ 38% ჯამური პორტფელის. სეგმენტურად თუ შევხედოთ, ხო, ანუ კორპორატიულს რამდენი აქვს, SME-ს რამდენი აქვს და მიკროს, ანუ კორპორატიულს ჰქონდა 78% ჯამურად ამ პორტფელის. ანუ იმის თქმა მინდა, რომ რაოდენობრივად შესაძლებლები ცოტაა კორპორატიულში, თუმცა თანხობრივად, როგორც თქვი, 78% ჯამური პორტფელის კორპორატიულზე მოდის. და შემდგომ უკვე რაც ზომა მცირდება, ხო, ხა მიკრო შეიძლება მცირე მევენახეები, მცირე მარნები, ანუ რაოდენობაში ბევრი იყოს, თუმცა თანხმობრივად ცოტა სესხები აქვს. ანუ ძირითადად თანხა მიემართება მაინც დიდ კორპორატიულ სესხებებს, რომელსაც უკვე პროცესი აწყობილია, ღვინის გადამუშავებაზე მუშაობენ, ახლა იქ რაღაც შემთხვევაში შეიძლება ვენახის გაშენებაზეც იყოს საუბარი, თუმცა ძირითადად არის ღვინის ჩამოსხმის. და აქ ინვესტიცია აქ არაფერ შუაში არ არის, აქ მხოლოდ არის საუბარი სესხზე და შეიძლება დავუშვათ ორიამდენი იყოს ამ სფეროში ჩადებული ინვესტიცია, ეს უკვე სხვა. კი ბატონო, ინვესტიციის ნაწილს ეს ციფრი არ მოიცავს, ანუ შესაძლებელია რომ გარკვეულ კომპანიებს საერთოდ არ ქონდეს ბანკთან შეხება და დამოუკიდებლად ახორციელებდნენ ინვესტიციას. ეს აღნიშნული ინვესტიციის ციფრები 1.4 მილიარდ პორტფელში არ შედის. ხო, მაინც შეგვიძლია გარკვეული დასკვნა გავაკეთოთ, რომ ეს არის რისკიანი პორტფელი. ბოლო პერიოდში თუ ვიმსჯელოთ, ბოლო პერიოდში შედარებით რისკები გაზრდილი არის კი. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზარდია და მოთხოვნადი? აჩვენა დაუშვათ ამ კოლევა მაჩვენა, რომ ზოგადად ღვინო, ქართული ღვინო წარმოება იზრდება, ექსპორტიც იზრდება, შესაბამისად ამ კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტორი მეტნაკლებად სტაბილურია. მეტნაკლებად სტაბილური, ამაში ლუდიც იგულისხმება თუ ზოგადად თუ აქცენტი მაქვს ღვინოზე, ლუდის ნაწილზე, როგორც გითხარით, ანუ
ლუდზე გაცემული პორტფელი უფრო მცირე არის, ინფორმაცია შედარებით ნაკლები იყო, ლუდი უფრო ასე ვთქვათ ჩაკეტილი არის იმ კუთხით, რომ წარმოება ადგილობრივი დიდია, თუმცა ექსპორტ-იმპორტის ნაწილში აქ დიდი მოძრაობა არ შეინიშნება, რადგან თუ შევადარებთ იგივე ღვინის ნაწილს. და ბოლოს კოეფიციენტებზეც არის საუბარი და აი რა კოეფიციენტებია ეს, რომ არის რამდენიმე კოეფიციენტი საუბარი, სადაც დავუშვათ შედარებით უკეთესი კოეფიციენტი ფიქსირდება საქართველოსთვის, ვიდრე დავუშვათ უცხოურ ბაზრებზე. კოეფიციენტების ნაწილში ესე იგი კომერციულ ბანკებს აქვს შესაძლებლობა რომ კვლევაში იხილონ სხვადასხვა ტიპის კოეფიციენტები, მათ შორის კაპიტალზე უკუგება, აქტივებზე უკუგება, რომელიც როგორც კვლევა აჩვენებს შესაბამისობაში არის საერთაშორისო მონაცემებთან და სხვადასხვა ტიპის კვლევა, სხვადასხვა ტიპის მონაცემები, რაც მათ გაუადვილებთ ასე ვთქვათ აკრედიტების დროს და კლიენტის შეფასების დროს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. იგივე ჯამური მომგებიანობის მარჟა, ეგრეთ წოდებული EBITDA მარჟა და ასე შემდგომ. სხვადასხვა ტიპის კოეფიციენტები, რომელიც მათ ყოველდღიურ აკრედიტების პროცესში ეს არის ბანკებისთვის განკუთვნილი, აგრეთვე წოდებული სახელმძღვანელო შეიძლება ვთქვათ, რომ ამაზე დაყრდნობით მათ შეუძლიათ, რომ თავიანთი რისკ ფაქტორები განსაზღვრონ. თქვენ თქვით, რომ კიდევ მოხდება, კიდევ სხვა სექტორს სწავლობთ, შეგიძლიათ თქვათ, რომელი სექტორია? კი ბატონო, გეტყვით, ანუ ამჟამად კოლეგები მუშაობენ ამ იგივე თემასთან ახლოს არის, ასე ვთქვათ, აგროსექტორზე არის. საინტერესო იქნება აგროსექტორი. ბატონო, აგროსექტორი არის ახლა დამუშავებაში და სამომავლოდ ამ პრაქტიკის გაგრძელებას ვაპირებთ და გვინდა რომ დეველოპმენტის სექტორზე როგორც თქვი მე ერთხელ უკვე ქონდა ჩატარებული კვლევა და გვინდა როდის ჩაატარეთ ეს ბოლოს? 22-ის ბოლოს 23 ხო, ნუ მას შემდეგ ხო მნიშვნელოვნად იქნება სურათი შეცვლა. გვინდა რომ წლის ბოლოსთვის თუ გვეყვარს თქვით რესურსი მიუბრუნდეთ აღნიშნულ საკითხს. რაც შეეხება ამ აგროს ეს მალე იქნება იმ კვლევის? აგროსექტორი ახლა როგორც ვიცი დამუშავების პროცესშია, სავარაუდოდ ალბათ წლის ბოლომდე უნდა იყოს ეს თემა. და ბოლოს კვლევის მეთოდოლოგია, რატო გეკითხებით, იცი, რამდენად შესაძლებელია რომ ნდობის ფაქტორის კუთხით, ანუ რა მეთოდოლოგიას იყენებს ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაში აღნიშნულ კვლევებზე? კვლევის პროცესში გამოყენებული არის ინფორმაციები სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ეს არის საქსტატიდან მოწოდებული ინფორმაცია, არის ღვინის ეროვნული სააგენტოდან და აქვე კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამისთვის. და არის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციიდან და ასევე ერთ-ერთი ძირითადი წყარო ჩვენ ინფორმაციის არის კომერციული ბანკებიდან მიღებული ინფორმაცია მათი მსახურების შესახებ. ბიზნესიდან მიღებული ინფორმაცია. ბიზნესიდან მიღებული ინფორმაცია გარკვეულწილად რამე თუ ბანკები რაც სამუშაოებენ, მათ აქვს ასე ვთქვათ ხედვა კონკრეტულ ბიზნესში რეალურად რა ხდება. და ჩვენ ეს ინფორმაციას გვჭირდება, ბანკები ახერხებენ რომ მოგვაწოდონ იგივე ინფორმაცია. ამ ძირითადად ეს არის ოფიციალური ინფორმაციის დაყრდნობილი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ და საინტერესო იქნება აგროსექტორის კვლევა და ალბათ ამ ეთერშიც განვიხილავთ მას. შეგახსენებთ, რომ ჩვენ გადაცემის სტუმარი იყო ეროვნული ბანკის კორპორატიული საკრედიტო რისკების განყოფილების უფროსი გიორგი ჩეჩელაშვილი. მე მომავალ ხუთშაბათამდე გევშთობებით, მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში სხვა თემით და სხვა სტუმრით დავბრუნდები. მადლობა.